მოგესალმებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ 16 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას და მასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს ქართული ოცნების პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას. პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა შემდეგ გარემოებათა გამო. კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს ამ გარემოებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდეს და ჩამოერთვას მას პოლიტიკური უფლებები. ქართული ოცნების განცხადებით, დაკავშირებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არ არსებობდა პირსა და აკრძალულ პარტიას შორის რაიმე პოლიტიკურ სამართლებრივი კავშირი. ქართული ოცნება პარტიას და პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ შეიცავს რაიმე ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა უქმდება და რომლის გასვლის შემდეგაც პირს შეიძლება კვლავ ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან არის შეუსაბამო, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ეს კომპეტენცია არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას ფიზიკურ პირებს ჩამოართვას და აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო. ასევე გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს არ მიეცემათ უფლება ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია და იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი ადამიანის ყოფნა საკმარისი იმისათვის, რომ ეს პარტიაც, ანუ სხვა პარტიაც აიკრძალოს. მაგალითად, იქნება თუ არა საკმარისი ამისათვის, თუნდაც ერთი ასეთი პირის ყოფნა სხვა პარტიაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ქართულმა ოცნებამ მისცა მხოლოდ 14 დღე, რომ იმსჯელოს პარტიის გაუქმებაზე და მოგეხსენებათ 14 დღეში ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი ნამდვილად არ უნდა არსებობდეს. აკრძალული პარტიების ამომრჩევლები რჩებიან არჩევანის გარეშე ამ არაკონსტიტუციური ცვლილების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქართული ოცნების კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში რეალური არჩევანის გარეშე დარჩება 100,000-ობით ამომრჩეველი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს დაუკარგავს აზრს. საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით, ანუ ბიუროზე რეგისტრაციიდან მხოლოდ 3 დღის ვადაში 3 მოსმენით იქნა მიღებული. ეს უკიდურესად უფლებაშემზღუდველი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებულად განხილვა ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საკანონმდებლო სტანდარტებს. საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიული საზოგადოების წესწყობილების პრინციპს, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალვას. ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებს და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშორონ ისინი პოლიტიკური პროცესებისაგან, მოახდინონ მათი პოლიტიკური აზრის, აქტივობების კრიმინალიზება და ამით ჩაახშონ პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე დაწყებული დავა საკონსტიტუციო სასამართლოში არის არაკონსტიტუციური, უფლებაშემზღუდველი და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო. რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო უფრო დეტალურად, რაზეც ნინომ უკვე ისაუბრა. კერძოდ აი ამ ბოლოდროინდელი ცვლილებების არაკონსტიტუციურობაზე როცა არის ლაპარაკი, რაც გულისხმობთ, საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციით უბრალოდ არ გააჩნია მანდატი, რომ განიხილოს სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას, პარტიის წევრობას, პასიური საარჩევნო ხმის უფლების ქონას და ასე შემდეგ. ასეთი მანდატი, ვიმეორებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია, და თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაინც მიიღებს ქართული ოცნების დეპუტაციის სარჩელს წარმოებაში, უკვე ამითი დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას. მეორე საკითხია ის, რომ თუ კი სარჩელი მაინც იქნება წარმოებაში მიღებული და შემდგომში დაკმაყოფილებული, არც ამას ექნება კონსტიტუციური საფუძველი,
იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არც ერთ მატერიალურ სამართლებრივ ნორმას, რომლის საფუძველზეც პირს შეიძლება აეკრძალოს არჩევნებში მონაწილეობა ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. მთლიანად სარჩელის წარმოებაში მიღებას და მერე განხილვას და მით უმეტეს მისი დაკმაყოფილება იქნება ანტიკონსტიტუციური იმ ორგანოს მიერ, რომელიც თითქოს და იმისთვის არის შექმნილი, რომ უზრუნველყოს კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ნინომ ასევე აღნიშნა, ეს არ ეხება მარტო პარტიებს, ეს არ ეხება მარტო პარტიის აქტივისტებს, ეს არ ეხება მარტო იმ ხალხს, რომელიც როგორც ასეთი პოლიტიკაში მონაწილეობს. ეს ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს, იმიტომ რომ თუ ასეთი სარჩელი შეტანილი იქნა და მით უმეტეს დაკმაყოფილებული იქნა ფაქტიურად, რასაც ქართული ოცნების მესეურები აცხადებენ მთელი ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ამითი 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ამომრჩეველს წაერთმევა უბრალოდ ხმის უფლება, ჩვენ უბრალოდ ის ხალხი, რომლებიც არ ვაძლევთ ხმას არჩევნებში ქართულ ოცნებას, ჩვენ ასეთი არჩევანი, რომ ვინმე სხვას მივცეთ ხმა, უბრალოდ არ გვექნება. თავად განსაჯეთ, როგორი არჩევნები იქნება ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი არჩევნები, რომლებსაც ქართული ოცნება ჩაატარებს. დიდი მადლობა.